სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოში ფეთქებადი ნივთიერების შემოტანის საქმე შესაძლოა კავშირი ჰქონდეს 4 ოქტომბრის არჩევნებთან და ამ დღეს დაგეგმილ აქციასთან. ამის შესახებ სუსის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით შემოიტანეს. გუშინ სუსმა განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეს სატვირთო მანქანით საქართველოში 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის შემოქონდა, რის გამოც უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძიების თანახმად ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს ავტომანქანის მძღოლს ეკუთვნოდა. უწყების ცნობით ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება სატვირთო მანქანის მძღოლს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა უკრაინაში გადასცეს. დაკავებულის ჩვენებაში სხვა ვერსიაც ფიქსირდება. თითქოს ასაფეთქებელი რუსეთში უნდა მოხვედრილიყო, თუმცა ლაშა მაღრაძის თქმით, საქართველოში არსებული მასალებით საბოლოო სამიზნედ კვლავ თბილისი რჩება. მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის ეგრეთ წოდებული SBU-ს თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებულ კონკრეტული პირისთვის გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით უნდა მოწყობილიყო ეგრეთ წოდებული პაუტინა 2, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია თბილისი, ავლავრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.